მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო YouTube მაყურებლებო. მე ლაშა გურგენიძე ვარ და დარწმუნებული ვარ, იცით აქ რატომ ვარ. ძალიან კარგი ამბები მოგიმზადეთ და მინდა მოგიყვეთ. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა. 10,000 გამომწერზე იქნება გათამაშება. გამარჯვებულები აირჩევიან კომენტარებიდან. ასე რომ იაქტიურეთ, დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, გაგვიზიარეთ თქვენი აზრები კომენტარებში. მოკლედ დავიწყოთ. ილიას მკვლელები. ახლა მოგიყვებით ამბავს, რომელიც უდიდესი ჰუმანურობის გამოვლინებაა კაცობრიობის ისტორიაში. ჩემი აზრით, ამ ამბავმა ოდნავ უკეთესი მაინც გახადა სამყარო. ეს დაუჯერებელი ამბავი გასული საუკუნის დასაწყისში მოხდა და ღრმად დააფიქრა ადამიანები. 1907 წელს მოკლეს ილია ჭავჭავაძე. მკვლელები მალევე დაატუსაღეს. 1 წლის შემდეგ სამხედრო სასამართლომ მათ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. განსვენებული პოეტის მეუღლემ ოლღა გურამიშვილმა მხურვალე წერილით მიმართა თბილისის გენერალ გუბერნატორს. ჩემი ქმრის მკვლელებს სიკვდილით ნუ დასჯითო. კითხულობთ ქვრივის მიმართვაში. წარმოიდგინეთ, რა ძვირფასი ადამიანი დაკარგა პირადად ოლღამ და სრულიად საქართველომ. ყველა დაუფიქრებლად მოითხოვდა მათ სიკვდილით დასჯას. ყველა გარდა ჭირისუფლისა. ამ შესანიშნავი და კეთილშობილური წერილის შინაარსი მეხივით გავარდა. ის დაიბეჭდა არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ უცხოურ გაზეთებშიც. ერთმა ავტორმა სპეციალური სტატიაც მიუძღვნა ამ ფაქტს. წაგიკითხავთ ამონარიც. როდესაც მთელს რუსეთში გამეფებულია ზნეობრივი სიბნელე და უკუნეთი, ამ დროს საქართველოს საუკეთესო შვილის ქვრივი, რომელსაც უსაყვარლესი მეუღლე ბარბაროსულად მოუკლეს და თვითონაც მხეცურად დაჭრეს, ევედრება მთავრობას. სიკვდილით ნუ დასჯით მკვლელებსო. აქამდე ვიცოდით, რომ ფიზიკურად მზე აღმოსავლეთიდან ამოდის. ახლა კი უნდა ვთქვათ, ზნეობრივმა მზემ აღმოსავლეთიდან, საქართველოდან ამოაშუქა. აი ასეთი დიდებული ქალბატონი იყო ოლღა გურამიშვილი. ალბათ სწორედ ამიტომ იყო ილიას მეუღლე. როგორ მოხვდა ჩაკრულო კოსმოსში? როდესაც NASA-ში გადაწყვიტეს, რომ რაკეტები Voyager 1 და Voyager 2 გაეშვათ კოსმოსში, ამ პროექტის ხელმძღვანელმა ჯონ კასანიმ დაურეკა კარლს საგანს და შეატყობინა ამ პროექტის შესახებ. ახლა ვინ იყო კარლ საგანი? კარლის და მისი ჯგუფის იდეა იყო, რომ შექმნილიყო ოქროს დისკი, ოქროს ჩანაწერი, რომელზეც განთავსდებოდა სხვადასხვა ფოტოები. ხმები დედამიწიდან, მისალმებები სხვადასხვა ენაზე და ასევე 27 მუსიკალური ნაწარმოები მთელი მსოფლიოდან. მუსიკალური კომპოზიციის შესაგროვებლად დადიოდნენ ჯგუფის წევრები. მათ შორის იყო უშუალოდ კარლ საგანის მეუღლე ენდრიუენი. თვითონ ენდრიუენმა მოუყვა ეს ამბავი რამაზ ბლუაშვილს. მასთან ინტერვიუში მოყვა ქალბატონმა ენიმ, რომ თავიდან მივიდნენ ლეგენდარულ და ცნობილ ფოლკლორისტთან ალან ლომაქსთან. და კითხეს რჩევა. ასეთ გრანდიოზულ პროექტს ვახორციელებთ და თქვენი აზრით, როგორი მუსიკა უნდა მოხვდეს მასშიო? ალანს ბევრი არ უფიქრია, ისე მოასმენინა პირველივე ჩვენი ჩაკრულო. ენიმ თქვა, რომ ახლაც კი ძვლებში ვგრძნობ ამ საოცრად ძლიერ ხმებსო. აბსოლუტურად არავის გამოუთქვამ საწინააღმდეგო აზრი იმისა, რომ ამ სიმღერას აუცილებლად უნდა დაეკავებინა დისკზე ადგილი. ეს სიმღერა მოასმენინეს კარლ საგანსაც და მანაც მომენტალურად ხმის ამოუღებლად დაადასტურა ეს სიმღერა. აქამდე ყველაფერი კარგად მინდის, ხო? ხო და ასე მარტივად არ იყო საქმე. 3 დღის შემდეგ საბჭოთა კავშირის საელჩომ დარეკა NASA-ში. რა თქმა უნდა, მოსკოვის დავალებით და განუცხადა, რომ საქართველო არაა დამოუკიდებელი ქვეყანა, რომ ის არის საბჭოთა კავშირის ნაწილი და შესაბამისად ჩვენ გეტყვით, რა სიმღერა უნდა გაუშვათო. ჩვენ ვიფიქრეთ და თქვენი პროექტისთვის შევარჩიეთ ცნობილი რუსული სიმღერა პადმასკოვნიე ვეჩერა. გაიყინჩნენ რუსები. მოსკოვმა ისიც კი იკადრა, რომ თარგმნა ჩაკრულოს ტექსტი, ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა თავს დავანგრიოთ ბანია და მისწერა NASA-ს, რომ სიმღერაში არის აგრესიის პროპაგანდა. ასეთ მშვიდობიან და კაცობრიობისთვის ძალიან მნიშვნელოვან პროექტში მსგავს სიმღერებს არ უნდა ჰქონოდა ადგილი. მოკლედ, პოლიტიკურ ანგამდე აიყვანა მოსკოვმა ეს საკითხი. ყველაფერი კი მაშინ გადაწყდა, როცა კარლ საგანმა მაგიდაზე დაარტყა ხელი და თქვა: "კი ბატონო, გავუშვათ ეგ პადმასკოვნიე ვეჩერა, რომელიც ჩემი აზრით ჩაკრულოსთან შედარებით არის მუსიკალური სინთეტიკა. მე კი ამერიკელ ხალხს ვეტყვი, რომ NASA დირექტივებს იღებს მოსკოვისგან. რა თქმა უნდა, იქ დასრულდა ყველაფერი. საუბარიც აღარ ყოფილა აღნიშნულ რუსულ სიმღერაზე და ჩაკრულო ასეთი საოცარი ისტორიით მოხვდა Voyager-ზე, როგორც ოქროს დისკის ერთ-ერთი განუწყვეტელი ნაწილი. კიდევ ერთი საოცარი ფაქტი იცით რა არის? არც ერთმა ქართველმა არ იცოდა ამ მოვლენის შესახებ. არავინ იცოდა, რომ ჩვენი პოლიფონიური სიამაყე კოსმოსში გაუშვეს. არ ვიცოდით მანამდე, სანამ კოსმოსში გაშვებიდან
კაი ხნის შემდეგ არ გამოქვეყნდა გაგზავნილი მუსიკალური ნაწარმოებების სია. აი ამაზე ბოროტება რაღა უნდა იყოს. რუსები ჯერ ჩვენ სიმღერას ბლოკავდნენ და თავისას წენიდნენ იქ და მერე ჩვენმა რომ გაიმარჯვა, დაგვიმალეს. დიუმამ დაგვათრო. ახლა კი მე და ასკანელი მოგიყვებით ერთ საინტერესო ამბავს. წინაზე საფერავი დავლე, ახლა პრიმას გიახლებით. მოკლედ ეს ამბავიც იმაზეა, თუ როგორ დაგვათრო ქართველები მსოფლიო დონის გამოჩენილმა მწერალმა ალექსანდრე დიუმამ. წესით ამ ამბავს საგულდაგულოდ უნდა ვმალავდეთ, მაგრამ ვერაფერს ვერ ვიზამთ. ალექსანდრე დიუმაც ხვდებოდა, რომ დამალვა მოგვინდებოდა და ამიტომ წიგნშიც დაწერა. ქართველებს ხელწერილებიც ჩამოგვართვა. ამიტომ რა ვქნათ? დოკუმენტურად დასტურდება, რომ სმაში ფრანგ მწერალს ვერაფერი ვერ მოუხერხეთ. გამოჩენილი მწერალი ჩვენ და საუბედუროთ გამოჩენილი მსმელიც აღმოჩნდა. ამონარიდი ალექსანდრე დიუმას კავკასიიდან. კახურ ღვინოს იოლად ვერ გადაურჩები. თუ 6-7 ბოთლი არ დალიე. მე არ ვიცი სათვალავი ჩემ მიერ დალეული ღვინისა. ვერ გავიგე მე მუსიკის გამებსა და პოეტების დუდღუნში, რომლებიც საჭმელს გემრიელად შეექცეოდნენ. ეტყობოდა ბოთლების რაოდენობა საგრძნობი იყო, რადგან სადილის დასასრულს წარმოიშვა საკითხი, ჩემთვის მოეცათ მოწმობა. აქ დადასტურებული იქნებოდა ჩემი არა გონებრივი, არამედ ფიზიკური გამძლეობა. წინადადება მიღებულ იქნა. აიღეს ქაღალდის ნაჭერი და თითოეულმა მათგანმა თავისი ხელწერილით დაამოწმა სახლის მეპატრონის მიერ დაწერილი ცნობა. ცნობაში ეწერა: ბატონი ალექსანდრე დიუმა ეწვია ჩვენს უბადრუგ რედაქციას, სადაც მისთვის გამართულ სადილზე ქართველებზე მეტი ღვინო დალია. 1858 წლის 28 ნოემბერი. ქართული ჟურნალ ცისკარის რედაქტორი ივანე კერესელიძე. ამ ხელმოწერას მოსდევდა თავად ნიკოლოზ ჭავჭავაძის მინაწერი. მე ვესწრებოდი სადილს და ვადასტურებ, რომ ბატონმა დიუმამ ნამდვილად ქართველებზე მეტი ღვინო დალია. თავადი ნიკოლოზ ჭავჭავაძე. რა ვქნათ, წერილობითი წყაროები როცა გვაქვს, ვერაფერს ვერ ვაკეთებ. შეგვიძლია კომენტარებში დავუწეროთ ცხონებულ დიუმას, რომ ეგ ცისკრის რედაქციაში რაც მოხდა, მაგით ვერ იხელმძღვანელებს, ანუ ზოგადად ქართველების შესაძლებლობებზე. რაც ვიცით, ღვინის მაარი. ძველი რეკლამები. გადაცემის ბოლოსკენ ძველ ქართულ რეკლამებს წაგიკითხავთ. რითაც გამოვხატავთ მზაობას ნებისმიერი ახალი სპონსორის მისაღებად. ილია დემეტრაშვილის საპარიკმახერო. სასახლის ქუჩა, თავადაზნაურთა ქარვასლა. გავმართე ახალი საპარიკმახერო, სადაც ყოველდღე მსურველთ შეუძლიათ გაიკრიჭონ და გაიპარსონ. სისუფთავე და სიწმინდე საგანგებოა. ხელოსნები დახელოვნებულნი არიან პარსვა კრეჭაში, თავის დაბანა სურნელოვანი წყლით. იქვე რეცხავენ ხელთათმანებს, ფასი ყველაფერზე იაფია. საზოგადოების პატივისმცემელი ი დემეტრაშვილი. სანამ თქვენ თმას იჭრიდით, სილამაზის სალონში, იქვე გირეცხავდნენ ხელთათმანებს უფასოდ, ჩემი აზრით რაღაც ახალი სერვისები ახლაც უნდა დაამატონ სალონებმა. ეს განცხადება 1897 წლისა. 3 წლის შემდეგ ამ სილამაზის სალონს კონკურენტი გამოუჩნდა. გოლოვინის პროსპექტზე სამგზავრო ჰოსტის პირდაპირ, თავად არღუთინსკი დოლგორუკოვის სახლში ახლად გავმართე ევროპულ გემოვნებაზეთ მოწყობილი საპარიკმახერო არსენი. მოკლედ და კონკრეტულად ასია თუ ისე, თუ იმ პერიოდში ცხოვრობდით და ილია დემეტრაშვილთან თმას ვერ შეიჭრიდით, შეგეძლოთ არსენთან წასულიყავით. დღეისთვის სულ ეს იყო. მადლობა ჩვენ სპონსორებს, მომავალ შეხვედრამდე.